გაიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც გადაწყდა, რომ ცენტრალური საკითხი პარტიის არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა. თქვენ მეგობრებო, მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა კონსილიუმი, ცენტრი ემპათია, უცხოელი ექიმები, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ერთხმად აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დღითიდღე მძიმდება და მძიმდება, არ ექვემდებარება სამწუხაროდ საქართველოში განკურნებას. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი. მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცხოურ კლინიკაში შესაბამისი კურნალობის მისაღებად. ძალიან დასანანია, რომ ამ ჰუმანიტარული საკითხის გამოგვიწევს პოლიტიკური ბრძოლა. ჰუმანიტარული ის საკითხი, რომელიც ადამიანის ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ეხება. აქედან გამომდინარე, ყველა აქტივობა, პარტიის ყველა აქტივობა უკვლებლივ დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და ჩვენ ვიყავით ბრძოლაში და ვრჩებით ბრძოლაში, მანამ სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რაც მიმაჩნია არის თითოეული ჩვენი პარტიის წევრის, ხარდაჭერის, ამორჩევლის მთავარი ცენტრალური საკითხი, ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის საპროტესტო აქტივობები სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება და 5 რიცხვს 5 მარტს 5 საათზე ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც ეთვლიან, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს და ამ ბრძოლაში არიან, ველოდებით რუსთაველის გამზირზე 5 მარტს 5 საათზე.